მშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. ერთი მოთხოვნა და განსხვავებული მოსაზრებები ვადამდელი არჩევნების დასანიშნად ოპოზიციის პოზიციები იყოფა. ის პარტიები, რომლებიც 9 აპრილიდან საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ, პოლიტიკურ თანამოაზრეებს მათთან ერთად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს თავადაც ითხოვენ. რატომაც და ერთმანეთს ოპოზიციური ძალების სამოქმედო გეგმა იდეების თანხმედრის მიუხედავად. დღეს ამ თემაზე ჩვენს გადაცემაში განსხვავებული მოსაზრებების მქონე ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები ისაუბრებენ. და კიდევ ერთი თემა პოლიტიკური არხი მეორე არხის ბაზაზე. როგორ და რა ფორმით განხორციელდება არხის რეორგანიზაციის იდეა. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. ორად გაყოფილი ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ. რატომ არ იზიარებს 8 პარტია რეფერენდუმის იდეას და რა გზას ირჩევს ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ირაკლი ალასანიას ალიანსი. ისთვისაც მისაღები არის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა, ვინც იზიარებს ამ მიზნით 9 აპრილის საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, ჩვენ ყველას ვთქვით, რომ ხელისმოწერით დაადასტუროს. ჩვენ ვაგრძელებთ სათანადო ადეკვატური კონსტიტუციური მექანიზმების ცვლას. ის გეგმაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ჩვენ გეგმაზე. ხელისუფლებამ ყველაფერს ამას უნდა უპასუხოს უფრო აქტიური მუშაობით, მოსახლეობის პრობლემებზე პასუხით, სამუშაო ადგილების შენარჩუნებით. მეორე არხის თემა ოპოზიციის პოლიტიკური მოთხოვნების ნუსხაში. როგორი იქნება და როდიდან ამოქმედდება საზოგადოებრივი მაუწყებლის განახლებული მეორე არხი. ჩვენი მიზანია პოლიტიკური სპექტრის ყველა მონაწილეს, ყველა სუბიექტს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ საკუთარი აზრი საჯაროდ დააფიქსიროს. ალბათ სექტემბრისთვის კარგი იქნება, თუ ეს არხი ამოქმედდება და თან საუბარია ეტაპობრივ ამოქმედებაზე. პოლიტიკური მოთხოვნები და მედია პოლიტიკურ პროცესებში განსხვავებული არგუმენტები და პოზიციები. დავით ბერძენიშვილი, კობა დავითაშვილი, კახა შარტავა, დოდო შონავა, მერი ოფეგანი, ჩიორა თაქთაქიშვილი პირველი თემის სტუდიაში. მეორე არხის რეორგანიზაციის გეგმაზე ჩვენი გადაცემის დასკვნის ნაწილში ვისაუბრებთ, მანამდე კი წარმოგიდგენთ პირველი თემის პირველ სტუმარს დავით ბერძენიშვილი, ახლად შექმნილი ალიანსი საქართველოსათვის წევრი, საღამომშვიდობის ბატონ დავით. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ დავით, თქვენ წაუყენეთ ხელისუფლებას ადრიანი ულტიმატუმი იმისათვის, რომ იგი დათანხმდეს რეფერენდუმის ჩატარებას. განიხილავთ თუ არა რეფერენდუმზე უარის თქმის შემთხვევაში 9 აპრილს დაგეგმილ აქციასთან შეერთებას, როგორც მომდევნო ეტაპს. კი, ჩვენ წაუყენეთ მოძალადე სააკაშვილს, რომელიც პრეზიდენტად მუშაობს, ულტიმატუმი სწორედ, რომ 10 დღის ვადაში 5 მარტამდე დანიშნოს რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდება 2 თვის ვადაში. ანუ ჩვენ მას მივმართავთ მოთხოვნით, რომ 5 მაისს საქართველოში ჩატარდეს რეფერენდუმი, ერთადერთი კითხვით. სურს თუ არა საქართველოს მოსახლეობას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ანუ სააკაშვილის გადადგომა. ყოველგვარი ინსინუაციები ვადების გაწევაზე, ბურჯანაძე ითვლიდა გუშინ ერთ-ერთ სხვა ეთერში, რომ მთელი წელი შეიძლება გაიწელოს, ეგ არის ან არაკვალიფიციურობა, ან შეგნებული ტყუილი. ჩვენ ყველაზე მოკლე გზას ვთავაზობთ საქართველოს სააკაშვილის ხელისუფლების დასაძლევად. იცით, მთავარი პრობლემა რა არის? მთავარი პრობლემა ის არის, რომ თავარი პოლიტიკური მოვლენა საქართველოში ეს არის ირაკლი ალასანიას გუნდის, ახალი მემარჯვენეების და რესპუბლიკური პარტიის მიერ ალიანსის ჩამოყალიბება. ახალი ეპოქა იწყება საქართველოში. საქართველოში სწორედ ეს ალიანსი სხვა ოპოზიციურ ძალებთან მჭიდრო თანამშრომლობით დაძლევს სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელიც არის უსუსური და უგუნური. რაც შეეხება სხვა ოპოზიციური პარტიების გეგმებს. ჩვენ ორშაბათს 5 საათზე გამოვაცხადა ჩვენი ალიანსი, ჩვენი გეგმა, ჩვენი ულტიმატუმი, სარეფერენდუმო საკითხები და ამის შემდეგ 9 საათში ნაჩქარევად და სახელდახელოდ მივიღეთ პასუხი, რომ აი 9 აპრილს სხვა პოლიტიკური ჯგუფები იწყებენ საკუთარ აქციას. არაფერი ურთიერთსაწინააღმდეგო ამაში არ არის, მაგრამ მთავარი მოტივი, მაგალითად ქალბატონი ბურჯანაძისთვის, ასევე ბევრი სხვა ადამიანისთვის, რომ 9 აპრილს დაინიშნოს აქცია, რომ რეფერენდუმი იყოს შეფასებული როგორც სააკაშვილისთვის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების მცდელობა და ასე შემდეგ, არის ის, რომ სააკაშვილმაც, ბურჯანაძემაც, ყველამ
ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც მშვენივრად იციან, რომ ყველაზე მაღალი მოლოდინი არის პოლიტიკური ლიდერის ირაკლი ალასანიასთან მიმართებაში, ჩვენ საზოგადოებაში ყველაზე მაღალი რეიტინგი მას აქვს, ყველაზე ძლიერი ორგანიზაციული სტრუქტურები, იდეოლოგია აქვს ახალი მემარჯვენეების რესპუბლიკებზე. მე დარწმუნებული ვარ, სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც იქნებიან ჩვენთან ერთად აი ამ გაერთიანებას და ამის გამო ბურჯანაძე იზოლებული გახდა მისთვის ძალიან უჩვეულო და სახიფათო შორის არ იქნება ნინო ბურჯანაძე თქვენი განცხადებიდან გამომდინარე რადიკალიზმის გზას დადგომოდა. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ადამიანის, ყველა პოლიტიკური ჯგუფის სურვილს საკუთარი გზით შეამციროს სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ვადები. რაც შეიძლება მალე გავისტუმროთ სააკაშვილი ხელისუფლებიდან. ის რომ ოპოზიციას აქვს ერთი მიზანი, საერთო მიზანი მიხეილ სააკაშვილის გადაყენება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, მაგრამ ისინი ვერ თანხმდებიან ტაქტიკაში. რამდენად შეძლებს ამ გზით ოპოზიცია მიაღწიოს სასურველ შედეგს? ჯერ კიდევ კვირას გვიან საღამოს ის პარტიები, რომლებიც დღეს ვართ ალიანსში და ის პარტიები, რომლებიც არ არიან ალიანსში, შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ორი გზა ერთმანეთს ავსებს, ხელს არ უშლის. მაგრამ ორშაბათს პოზიციები შეიცვალა და ძალიან არასასიამოვნო იყო ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში საერთოდ არ პასუხობდით 3 დღეა მიმდინარეობს ჩვენი იდეის დისკრედიტაციის მცდელობა. ამის მოტივი მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ ალასანი არის ყველაზე პოპულარული ლიდერი და ჩვენი ალიანსი არის ყველაზე უფრო რეალური ალტერნატივა სააკაშვილის ხელისუფლების. სრულიად ნორმალური და შესაძლებელი დანარჩენ ძალებთან საუბარი ბატონო. თქვენმა ალიანსმა არ მოისურვა დანარჩენ ძალებთან საუბარი? არა, ჩვენი ალიანსი და სხვა პოლიტიკური ჯგუფები კვირას საღამოს შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ორი გზა არის თავსებადი. მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, ზოგმა ჩათვალა, ყველას არ გულისხმობ, ზოგი კორექტულია და ზოგი ნაკლებად, ზოგი კვალიფიციურია და ზოგი ნაკლებად, ჩათვალეს, რომ რაკი ალასანიას ლიდერობით ჩვენი ალიანსი ძალიან წინ გაიჭრა, ამიტომ იქნებ ცოტა დისკრედიტაცია იყოს. ალასანიამ წამზომი ჩაურთო სააკაშვილს და ცეცხლი გაგვიხსნეს ჩვენ. ეს არ არის სწორი, მე იმედი მაქვს, რომ ყველა გონს მოევა. ბევრი მათგანი ძალიან კორექტულია, ერთ-ორ ადამიანს გულისხმობ, რომელიც თლად კორექტულობით არ გამოირჩევა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ 5 მაისს სააკაშვილი გავისტუმროთ ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს ხელისუფლებიდან. 5 მარტიდან 5 მაისამდე არის ორთვიანი პერიოდი, როცა უნდა გავშალოთ კამპანია. თუ არ დანიშნავს სააკაშვილი რეფერენდუმს. თუ არ დანიშნავს რეფერენდუმს, ამით ის დაადასტურებს იმას, რომ ჩვენი გზა მისთვის არის ძალიან სახიფათო. ის არ დანიშნავს იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული იქნება, რომ რეფერენდუმის მოგების შანსი არ აქვს. ასე რომ 5 მარტის ასეთ შემთხვევაში რა საპირებთ თქვენს მიერ დაწესებული ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი? დეკლარირებული გვაქვს, ჩვენ გავიშლებით მთელ საქართველოში, თბილისშიც, ბათუმშიც, ქუთაისშიც, თელავშიც, ხოროწყუშიც, მარნეულშიც, ყველგან, მთელს ქვეყანაში, ყველა რეგიონში ჩვენ დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, არა მხოლოდ ხელმოწერების შეგროვებას, მიტინგებს, манифестациებს ჩვენ მოვიყვანთ 9 აპრილს საქართველოში. ჩვენი ალიანსი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა სხვა სუბიექტებთან ერთად, რომელიც 17 მარტსაც, 31 მარტსაც, 9 აპრილსაც, 10 აპრილსაც და 25 აპრილსაც იქნება ავანგარდში სააკაშვილის ხელისუფლების დაზრება. ანუ თქვენ განსხვავებული პოზიციის მქონე ოპოზიციური ძალები იქნებით ერთად საპროტესტო აქციებზე თუ გეგმაშია ცალ-ცალკე საპროტესტო აქციების გამართვა? პოლიტიკური ჯგუფების თუ ადამიანების, პოლიტიკაში ჩართული ადამიანების გეგმა, რომ 9 აპრილს უნდა დავიწყო და ჩვენ ვიცხოვრებთ რუსთაველზე, ჩვენთვის არ არის საკმარისი. ჩვენ გაცილებით უფრო სერიოზული გეგმა გვაქვს, ჩვენი მიდგომებით 9 აპრილი იქნება ჩვენი წინააღმდეგობის ფრონტის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, მაგრამ დღის წესრიგს განსაზღვრავთ ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად. ბატონ დავით, კრიტიკა თქვენი იდეის მისამართით სხვა ოპოზიციური ძალების მხრიდან. ძალიან სუსტია. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ შესაძლოა თავად ოპოზიციურ ძალებს შორის დაიწყოს დაპირისპირება? ამაზე ხომ არ მიუთითებს ისიც, რომ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს ბრძანდებით ჩვენი გადაცემის სტუმრები, ერთად სტუდიაში არ გსურთ ამ თემაზე დიალოგი? ჯერ ერთი ეს არის თემა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საკამათო.
ჩემი ოპონენტი უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენელი და მე როგორც ვიცი არ ისურვა ხელისუფლების წარმომადგენელმა ჩემთან ერთად დებატებში ყოფნა. მე მზად ვიყავი ამისთვის და ალბათ დამიდასტურებ. ხელისუფლება არ არის მზად, რომ გვედეპატოს ამ საკითხში. ხელისუფლებას ძალიან აწყობს, რომ ეს თემა, რომელიც მისთვის არის ყველაზე სახიფათო, ულტიმატუმის თემა, სახალხო რეფერენდუმის თემა, გახადოს შიდა ოპოზიციური დისკუსიის საგანი. ამის საფუძველს თავად ოპოზიციაც ხომ არ აძლევს ხელისუფლებას. ოპოზიციას აქვს სხვადასხვა ტიპის ოპოზიციური ძალა არის, ყველა სასმე პატივს სცემ, ყველა ოპოზიციურ ჯგუფს აქვს საკუთარი ხედვა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომაში იმ კაცის, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობს, ისე რომ ქართულ ხალხს ის არ აურჩევია. ჩვენ ვართ ერთიანი, ჩვენ ყველა მოვაწევეთ ხელი მის გადადგომას. ზოგი პარტია ამ მეთოდით ფიქრობს, ზოგი პარტია იმ მეთოდით, ხოლო მთავარი ძლიერი დემოკრატიული და პატრიოტული ალტერნატივა ალასანია სახლების და რესპუბლიკელების შემადგენლობაში ეს რეალურად ასეა. ბატონ დავით, ხომ არ გამოიწვევს ეს დაბნეულობას ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის? არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ შესაძლოა ამან დააყოს ოპოზიციის მხარდამჭერები. ძალიან საინტერესო იყო დღეს მე თვალი მოვკარი 8 საათიან მოამბეში. ქუდად მიდიოდა 44 დღე დარჩა 9 აპრილამდე, თითქოს ეს სააკაშვილის ღონისძიება ყოფილიყოს. 9 აპრილამდე 5 მარტია. 9 აპრილამდე არის სააკაშვილისთვის ულტიმატუმის ვადის ამოწურვის პერიოდი. სააკაშვილი გაცილებით უფრო წუხს 5 მარტზე. მას არ აქვს პასუხი რეფერენდუმზე, დანიშნავს სააგებს, არ დანიშნავს მოვედები მთელ საქართველოს და სახალხო რეფერენდუმის მტკიცების საფუძველს, რომ დაუშვათ რეფერენდუმის დანიშნვის შემთხვევაში თქვენს მიერ შეთავაზებულ კითხვას ხალხი გასცემს დადებით პასუხს. ხალხმა გადაწყვიტოს, თუ სააკაშვილი თვლის, რომ მას აქვს მოგების შანსი, დანიშნოს რეფერენდუმი. თუ სააკაშვილი რეფერენდუმს არ დანიშნავს, ეს დაადასტურებს იმას, რომ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ რეფერენდუმს აგებს და ამიტომ არ ნიშნავს, იმიტომ რომ არ არსებობს ახსნა იმისა, რატო არ უნდა ვკითხოთ ხალხს, როცა ახალი რეალობა, როცა სააკაშვილმა დააქცია ქვეყანა, როცა ამდენი ადამიანი 10,000-ობით დევნილია, როდესაც ტერიტორიები კიდევ უფრო მეტად არის დაკარგული, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს იყო, ასეთ ვითარებაში სააკაშვილი თუ არ ნიშნავს რეფერენდუმს, ეს არის პასუხი კითხვაზე, რომ ჩვენ მართლები ვართ, რომ სააკაშვილს ეშინია რეფერენდუმს და მეორე პასუხიც არის ჩვენი კოლეგების მიმართ. თუ სააკაშვილი რეფერენდუმს არ ნიშნავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მართლები ვართ და რომ სააკაშვილი იმიტომ არ ნიშნავს რეფერენდუმს, რომ მას მარცხის ეშინია და ყოველგვარი ბრალდებები, რომ სააკაშვილს უხანგრძლივებენ ხელისუფლებას რეფერენდუმის და არა აქციების მიმართ, ბატონო. ორივე შიში არის. ჩვენ მარტო რეფერენდუმისთვის არ ვართ მზად. ჩვენ მზად ვართ სახალხო რეფერენდუმისთვისაც. ჩვენ აქციებისთვის ვართ მზად. რა ნინო ბურჯანაძემ უნდა მასწავლოს ახლა როგორ უნდა გამოვიდე აქციაზე. ან მე, ან უამრავ ადამიანს, ვინც ჩვენს ალიანსშია, თუ ვინც იმ გაერთიანებაშია, რომელსაც პირობითად დავარქვათ ბურჯანაძის გუნდი. იმ ბურჯანაძის გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ ჯერჯერობით საჯაროდ ყოველ შემთხვევაში ბურჯანაძეს, როგორც მათ საპრეზიდენტო კანდიდატს. ეს არის ლევან გაჩეჩილაძემ კავკასიის ეთერში ამას განცხადება გააკეთა. მე ვარ ნინო ბურჯანაძის გუნდიო. ბურჯანაძე იქნება, ლევან გაჩეჩილაძე იქნება, თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც ბუნებრივია პატივს სცემ, რომელთანაც ერთად ოპოზიციაში საკმაოდ დიდი ზოგთან მცირე პერიოდი ერთად გამიტარებია, ბუნებრივია ამ ადამიანების წინაშე დგას პრობლემა. ჩვენ ყავს პოლიტიკური ლიდერი. ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკური პარტია ჯამურად ეს არის ყველაზე დიდი განფენილობის მქონე დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური პარტიები. ჩვენ გვაქვს კარგი ორგანიზაცია, ჩვენ გვაქვს კარგი და ნათელი იდეოლოგია. ჩვენ ყავს პოლიტიკური ლიდერი. შეუძლებელია პოლიტიკური ლიდერის და პოლიტიკური გაერთიანების გარეშე ხელისუფლების შეცვლა. სააკაშვილი დღეს არის 2003 წლის შევარდნაძე. სააკაშვილი შარშან, როდესაც მეთი უბრაიზა მას ეხმარებოდა და სხვაებიც, იყო თქვათ 2000 წლის შევარდნაძე, როცა შევარდნაძე 2000 წელს არავის არ აურჩევია პრეზიდენტად, მაგრამ მაშინ საგარეო მხარდაჭერით ის დატოვეს, მაგრამ 2003 წელს შევარდნაძის საქართველო იმდენად არასტაბილური იყო, იმდენად უვარგისი იყო დასავლეთისთვის საპარტნიოროდ, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ არ წავიდნენ. 2009 წლის სააკაშვილის საქართველო არის სუსტი საქართველო. ეს საქართველო ვერ გაუძლებს რუსეთის ზეწოლას. ეს საქართველო სააკაშვილის ხელმძღვანელობით რუსეთს მისცემს
მთელ ჩვენს ენერგეტიკას გადასცემს ენგურხეს. სააკაშვილი ცდილობს საკუთარი თავის გადარჩენას და არა ქვეყნის გადარჩენას. ამიტომ სტაბილური და პროგნოზირებადი საქართველო, ეს არის ახალი საქართველო, ეს არის პროგნოზირებადი საქართველო, ეს არის პროდასაული საქართველო, ესა არაკორუმპირებული საქართველო და ირაკლი ალასანია, რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები, ჩვენს სხვა ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად ასეთ საქართველოს შევხვდით უახლოეს და უნდა დავასრულოთ საუბარი, რამდენად გექნება თქვენ საზოგადოების მხარდაჭერა? არ ფიქრობთ, რომ დღეს საზოგადოებას თქვენს მხარდამჭერებს, ოპოზიციის მხარდამჭერებს არანაკლები მოლოდინი და პრეტენზიები აქვთ ოპოზიციის მიმართ, ვიდრე ხელისუფლების მიმართ. თუნდაც გავიხსენოთ ჩარშანდელი მოვლენები, როდესაც მასშტაბური აქციების შემდეგ თავად ოპოზიციის მხარდამჭერებს შორისაც გაჩნდა იმედგაცრუება, რომ ოპოზიციამ რეალურად მიზნის მიღწევა ვერ შეძლო. მდგომარეობა შევქმნათ, რომ მივიდეთ 9 აპრილს და მე არ ვიცოდეთ რა ვქნა. ჩვენთვის 9 აპრილი მნიშვნელოვანი თარიღია, ისევე როგორც ყოველი მომდევნო და ყოველი წინსწრები დღეები. ამიტომ ჩვენ გეგმით მივდივართ და არა გეგმის გარეშე. ჩვენ არ ვთამაშობთ ესეთ რულეტკას. არ ვთამაშობთ ჩვენ ამას. ჩვენ გვაქვს ხედვები, ჩვენ გვაქვს გეგმები, ჩვენ ვაიძულებთ სააკაშვილს ან დანიშნოს რეფერენდუმი და 5 მაისს ჩვენ ამ რეფერენდუმს მოუგებთ, ან 5 მაისს და არც ერთი დღე იქეთ. სისულელია ჭორაობა იმაზე, თითქოს 1 წლით უხანძლებთ ჩვენ მას ხელისუფლებაში ყოფნას. ჩვენ მოვითხოვთ მისგან ულტიმატური სახით 2 თვის ვადაში რეფერენდუმის დანიშნვას. თუ ის არ ნიშნავს ამ რეფერენდუმს, მაშინ ყველა ოპოზიციური ძალა ვიქნებით ერთად, სხვა შესაძლებლობა არც ერთს არ ექნება. არც ერთს ნიშნავს სააკაშვილი რეფერენდუმს. ყველა ერთად გამოვდივართ სააკაშვილის დასამარცხებლად და ოპოზიციური ჯამი სააკაშვილს უგებს დიდი უპირატესობით. არ ნიშნავს რეფერენდუმს. ყველა ერთად გამოვდივართ მასობრივი აქციებითაც, ზოგი სხვადასხვა გეგმით, მაგრამ ჩვენ 9 აპრილამდე არ ვითმენთ, ჩვენ დღეს ვიწყებთ მუშაობას. ჩვენ არ გადავდეთ 44 დღით, არ გადავდეთ ჩვენი საკეთებელი 9 აპრილამდე. ჩვენ ზარმაცები არა ვართ, ჩვენ ვშრომობთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდა დავით ბერძენიშვილი. დაგველოდეთ რამდენიმე წუთში პირველი თემის შეკითხვებს კობა დავითაშვილი უპასუხებს. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია, ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ კობა დავითაშვილი. საღამომშვიდობის ბატონო კობა. მშვიდობა მოგცეთ მოთ. თქვენ და რამდენიმე პოლიტიკურმა ძალამ დღეს დოკუმენტი გაუგზავნეთ სხვა ოპოზიციურ ძალებსაც, რომ ხელი მოაწერონ ამ წერილს და შეუერთდნენ 9 აპრილს აქციას. თქვენი პოზიცია ნებისმიერი არჩევნები უნდა დაინიშნოს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. რამდენად გონიათ მხოლოდ ერთი ადამიანის გადადგომა შექმნის ქვეყანაში ასეთ გარემოს ავტომატურად? რა თქმა უნდა შექმნის, იმიტომ რომ დიდწილად ის უბედურება, რაც ჩვენ ქვეყანას ჭირს, მიხეილ სააკაშვილიდან მოდის. ეს ის ადამიანი, რომელიც სხვა ლოზუნგებით მოვიდა ხელისუფლებაში და საპირისპირო პოლიტიკის გატარება დაიწყო, როდესაც გახდა ერთპიროვნული მმართველი, მოირგო კონსტიტუცია, ჩაახშო თავისუფალი სიტყვა, დახურა თავისუფალი ტელიარხები და მოახდინა ხელისუფლების სრული კონცენტრაცია საკუთარ ხელში. ამ ადამიანის წასვლა არის დასრულება იმ რეჟიმისა, რასაც ავტორიტარული მმართველობა და ტირანია ჰქვია ამ ქვეყანაში. ანუ მხოლოდ ერთი ადამიანის გადადგომა იქნება თქვენთვის დაუშვათ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ამ არჩევნების სამართლიანობის გარანტი. სამართლიანობის გარანტი ნამდვილად იქნება, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის წასვლა ნიშნავს მთელი იმ გუნდის წასვლას, რომელიც მას ერთგულად ეხმარებოდა არჩევნების გაყალბებაში, არჩევნების ბატონო კობა. არჩევნების გაყალბებაში, ფალსიფიცირებაში, მოსყიდვაში და მოსახლეობის დატერებობაში. როგორც ხედავთ, ოპოზიციაში საკმაოდ მრავალფეროვანი და ასთა სხვადასხვაობაა და ეს ძალიან კარგია. ანუ შეიქმნება ისეთი საარჩევნო კომისია, სადაც ყველა სუბიექტი თანაბრად იქნება წარმოდგენილი, სადაც ერთ რომელიმე სუბიექტს არ ექნება უპირატესობა, როგორც დღეს აქვს, იცით, მოგეხსენებათ, ხელისუფლებას უმრავლესობა აქვს ყველა საარჩევნო კომისიაში და როგორც იოსებ სტალინი ამბობდა თავის დროზე არჩევნებს იგებს არა ის, ვინც მეტხმას იღებს, არამედ ვინც ითვლის. დღეს სააკაშვილი ითვლის არჩევნების თუ რეფერენდუმის თუ პლებისციტის შედეგებს და აქედან გამომდინარე, როგორც დათვლის, ისეთ შედეგებს აცხადებს. მაგრამ თქვენ როდესაც ამბობთ, რომ რეფერენდუმი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში რეფერენდუმის შედეგები გაყალბდება, ასეთ დროს რამდენად ლოგიკურია იმის მტკიცება, რომ პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში დანიშნული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები არ გაყალბდება? თუნებას მომცემთ, მე შეგეკამათებოდით და არ გავიზიარებდი მოსაზრებას, თითქოს ოპოზიციაში დღეს ასთა სხვადასხვაობა არსებობს საპროტესტო აქცია თუ რეფერენდუმი. ეს დილემა და ეს ალტერნატივა არასწორია. სინამდვილეში სხვა დილემა დგას. ერთად თუ ცალ-ცალკე. ჩემი კოლეგა ბატონი დავით ბერძენიშვილი საუბრობდა გეგმაზე, როდესაც ერთი პოლიტიკური ჯგუფი იქნება
მას ყავს გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი და ეს ჯგუფი ახორციელებს პოლიტიკურ ქმედებებს, რეფერენდუმზე ხელმოწერა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა და ასე აღწევს გეგმას. მე არ ამგონია რომ დღეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან თუნდაც ორპარტიულ ალიანსს გამოკვეთილი ლიდერიანად კონდეს შესაძლებლობა და ძალა, რათა ავტორიტარული რეჟიმის დემონტაჟი მოახდინოს ამ ქვეყანაში. მე მგონია ეს შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ერთიან ოპოზიციას. როდესაც იყო ოპოზიცია ერთიანი, რატომ ვერ შეძლო შედეგის მიღწევა? ძალიან მარტივია, ერთიანი სამწუხაროდ ოპოზიცია არ იყო, ყველა ეტაპზე იყო ოპოზიციური ძალები, რომლებიც თავის პარტიულ ამბიციებს საერთო ინტერესზე მაღლა აყენებდნენ. ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, როცა ორი სხვა ოპოზიციური კანდიდატი იყო და ეს იყო საპარლამენტო არჩევნების დროსაც, როცა იგივე რესპუბლიკელებმა ცალკე გადაწყვიტეს, რატომღაც დაიჯერეს, რომ ამ ქვეყანაში ისეთი დემოკრატიული ვითარებაა, რომ შესაძლებლობა მიეცემოდა ცალკე პოლიტიკური ცხოვრება ეწარმოებინათ. ესე რომ ამაზე დგას აქ საქმე. რაც შეეხება ახლა 9 აპრილს. მე ძალიან უცნაური განმარტება მოვისმინე ამ სტუდიაში, რომ თურმე სამეულმა გამოაცხადა გეგმა და რამდენიმე საათში ნაჩქარევად გამოცხადდა 9 აპრილი. 9 აპრილის თაობაზე გადაწყვეტილება გაერთიანებულმა ოპოზიციამ და სხვა ოპოზიციურმა ძალებმა მიიღეს ჯერ კიდევ შარშა 7 ნოემბერს, როდესაც იყო აქცია, გაიმართა ეს აქცია პარლამენტის წინ, იყო მანიფესტაცია რეზიდენციის მიმართულებით და იქ ჩვენ ხალხს დაბეჭდილი სახით დაურიგეთ გეგმა ჩვენი ქმედებისა ნათქვამი იყო რომ თავი გადადგამდა ოპოზიცია ნაბიჯებს გაიმართებოდა მასშტაბური აქციები იანვარშიც თებერვალშიც და ოპოზიცია ამ გეგმის მიხედვით გაზაფხულზე მიაღწევდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების და იქ იყო ზუსტად დარქმული 9 აპრილი რომ თუ ხელისუფლება არანაირ დათმობაზე არ წამოვიდოდა თუ ხელისუფლება არ დაუბრუნებდა ტელეკომპანია იმედს მის კანონიერ მფლობელს და არა გაყიდიდა უბრალოდ ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიდებდა როგორც გააკეთა თუ ხელისუფლება რეალურად არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამდა რაც ჩვენი მოთხოვნა იყო მაშინ საბოლოო ვადა იქნებოდა 9 აპრილი როდესაც შედგებოდა საპროტესტო აქცია ესე რომ ეს თარიღი დიდი ხნით ადრე იყო გამოცხადებული მანამდეც გეგმავდით თქვენ მასშტაბურ აქციებს ბატონო გობა 2008 წლის 7 ნოემბერს გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით. უკაცრავად მე უფრო კარგად ვიცნობ ამ გეგმას და შემიძლია წერილობითაც გაგაცნოთ, როდის იყო დაგეგმილი მასშტაბური აქციები. მანამდე იყო შუალუდური ამოცანები, სიტყვის თავისუფლების მიღწევა, ტოქ-შოუების გაჩენა, რაღაცას მივახციეთ, მაგრამ კმაყოფილების გზნობა არ აგვაქვს ამასთან დაკავშირებით, მთელი საერთო ნაციონალურ არხებზე, ასე ვთქვათ, დაიწყო დებატები, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები აგერ დღესაც თავს არიდებენ ხშირად ამ დებატებში. ეს მათი არჩევანია, თუმცა დებატები თუნდაც ჩვენს სახზე მანამდეც გადიოდა. მონაწილეობას იყო გეგმა ასევე ოპოზიციის გაერთიანებისა. სამწუხაროდ ეს გეგმა არ განხორციელდა და როდესაც გვეუბნები რატომ არ განხორციელდა, გეგმის განხორციელება სჭირდება ყველა სუბიექტის თანხმობა. და როდესაც ნაწილი პარტიებისა ირჩევს გზას რომ საკუთარი, ასე ვთქვათ, პარტიული სახე თუ საკუთარი მსოფლმხედველობა გამოკვეთოს, საკუთარი პარტიის მშენებლობაზე იზრუნოს უფრო მეტად, ვიდრე ავტორიტარული რეჟიმის დამარცხებაზე ამ ქვეყანაში. ბუნებრივია, პასუხისგებლობა მათ ეკისრება და არა იმათ, ვისაც ასეთი რამ არ უძებნია პოლიტიკურ მიზნად. ერთი რამ მინდა როდესაც გაერთიანებაზე საუბრობთ, რამდენად გამართლებულია სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა მსოფლმხედველობის, სხვადასხვა შეხედულების პოლიტიკური პარტიების გაერთიანება და ერთი ჭრელი გაერთიანების შექმნა. და ჩვენ რა გვაქვს გასაყოფი ჩვენი სამშობლო საქართველო ჩვენ ყველას ვთქვია და მე არ მეპარება ეჭვი რომ რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში არის ძალა რაც უნდა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს ამა თუ იმ საკითხზე რომ ამ ქვეყნის პატრიოტია დავიწყოთ აქედან მეორე ჩვენს წინაშე დღეს მდგარი ამოცანები ეს არ არის მემარჯვენეობა მემერცხენეობის ამოცანები ჩვენთან არ დგას მთავარ საჯილდაო ქვათ და საკითხად საგადასახადო კოდექსი როგორი უნდა გქონდეს მაღალი გადასახადები თუ დაბალი რაც ტრადიციული კამათის საგანია მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის ჩვენთან დგას საკითხი რომ საქართველოში გქონდეს ელემენტარული კანონის უზენაესობა რომ კანონის წინაშე შინაგან საქმეთა მინისტრი მისი მეუღლე თუ დეპარტამენტის უფროსი რომელიც ბრძანებას გასცემს სანდრო გირგლიანის მკვლელობის თაობაზე ისევე დაისაჯოს როგორც რიგითი მოქალაქე დაიჯდებოდა ასეთი მკვლელობა რომ ჩაედინა ჩვენთან დგას პრობლემა რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატიული კონსტიტუცია და ხელისუფლების დანაწილება ჩვენთან დგას საკითხი რომ იყოს სამართლიანი საარჩევნო სისტემა რომლის მიმართ საზოგადოებას ნდობა ექნება და არა ისეთი უნდებლობა როგორც დღეს არის ჩვენთან დგას საკითხი რომ ქვეყნის ძირითადი ცხოვრების წესი კანონზე იყოს დამყარებული და არაერთი პიროვნების
ნებასურვილზე. და ამ ამოცანებში თუ განსხვავებული ხედვები გვაქვს მემარჯვენეებს, მემარცხენეებს და ცენტრისტებს, არ ამგონია. საერთო დემოკრატიული ამოცანები დგას. რომ შედგეს დიალოგი შეუძლებელია ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ბატონკობა. და სამწუხაროდ ხელისუფლებასთან ასეთ დიალოგის წარმოების სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, როდესაც დიალოგი წარმოებს დიალოგის გულისთვის, იმისათვის რომ მოხსენდეს უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ აი დიალოგს ვაწარმოებთ და შედეგი ამ დიალოგისა და ყველა მოლაპარაკება არის დარღვეული და ეს პირიქით გამოიყენება ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის. თქვენ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რამდენად პირდებით თქვენ სამომრჩევლოს, თქვენს მხარდამჭერებს, რომ ამ პრინციპების გამტარებელი და დამცველი იქნება ამჟამინდელი ოპოზიცია. ხომ არ გახდება საზოგადოება მომსწრე იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძოდა მხოლოდ ეს ოპოზიცია და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ დაივიწყებს იმ დაპირებებს, რასაც ოპოზიციაში ყოფნის დროს ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ხელისუფლებაში მოსვლა და მე შემეძლო საკმაოდ მაღალი თანამდებობა მქონოდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. და წყალგამყოფი იყო სწორედ ის კონსტიტუციური ცვლილებები, რომელთაც ავტორიტარული რეჟიმი დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში და არ გავაკეთეთ ჩვენ ეს არჩევანი არც მე და ბევრმა ჩვენმა კოლეგამ. და თუ კი ერთხელ ცხოვრებაში სწორი ნაბიჯი გადავდგით, რა ღმერთი გაგვიწყდება, რომ სხვა დროს შეგვეშალოს. გარანტია უფრო მეტი ამ შემთხვევაში ის არის, თუნდაც ის ოპოზიციური აზრის მრავალფეროვნება, ჩვენ დღეს ვისმენთ, რომ ოპოზიციაში მთელი მნიშვნელოვან საკითხებზე ერთსულოვნება არ არის. ეს არის მთავარი გარანტია. მე მახსოვს პარლამენტში რომ ვიყავი, საზოგადოებაში ხშირად ისმოდა კითხვა, რომ რა ცუდია პარლამენტში რომ მიდის იმდენად მძაფრი კამათი, რომ ჩხუბ და ხელჩართულ ბრძოლაშიც კი ერთვებიან ხოლმე ერთმანეთთან და მე ვეუბნეოდი საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ უფრო ცუდია, როდესაც პარლამენტში სუფევს სრული ერთსულოვნება, არანაირი კამათი არ ისმის, როგორც დღევანდელ პარლამენტშია. ესე იგი, ხალხის ინტერესი ნაკლებად არის დაცული. ხელისუფლების დანაწილება, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ერთადქმედება და კოალიციური მმართველობა. აი ეს მინდა ხაზი გაუსვა. 2007 წლის ოქტომბერში ჩვენ ხელი მოვაწერეთ საგურამოს მანიფესტს, რომელსაც ხელს აწერდნენ ლეიბორისტებიც, რესპუბლიკელებიც, რომლებიც გაერთიანებულ ოპოზიციაში იყვნენ მან. და იქ აღნიშნული ჰქონდა, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ საპარლამენტო მმართველობაზე. დღეს აქ მე გაოცებით ვისმენ ჩემი კოლეგებისგან, რომლებიც ავტორები იყვნენ ამ ჩანაწერის, რესპუბლიკელებისგან, რომ მათ ყავთ გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც არ მალავს, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრია და საპარლამენტო რესპუბლიკაზე საერთოდ არ უფიქრია და მას უჭერენ მხარს. მე მაინტერესებს ის ხელმოწერა ფარატინა ქაღალდი იყო? მე მაინტერესებს ჩვენ რესპუბლიკელებს ახალი ალიანსის წარმომადგენლებს აქვთ ამაზე პასუხი, ჩვენს გადაცემაში დგასცა ამ კითხვას პასუხი ბატონმა დავით უსუფაშვილმა და არაერთხელ მოუწიათ ამაზე საუბარი, რომ ეს იქნება დროებითი და შემდგომ ეტაპობრივად შეძლებენ ისინი. დავით უსუფაშვილის პასუხი ამ შემთხვევაში არ არის სათანადო პასუხი. მე მაინტერესებს ბატონი ალასანიას განცხადება ამის თაობაზე, იმიტომ რომ ჩვენ არ გვჭირდება ახალი ბელადი. ჩვენ ბელადმა სააკაშვილმა არ გაგვიმტყუნა და ახალი ბელადი ვეძებოთ, ამას არ ვაპირებთ. 7 ნოემბერს და 5 იანვარს ჩვენ ამისთვის არ გვიბრძოლია. ჩვენ ყავდა საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც ჰქონდა გამოკვეთილი პროგრამა, დაწერილი და ხელმოწერილი და ვალდებულება და ამიტომ დაუჭირეთ ხარი ჩვენ ლევან გაჩეჩილაძეს, რომ ეს იყო ერთადერთი კანდიდატი განსხვავებით ყველა სხვა ოპოზიციური კანდიდატებისგან, რომელიც აცხადებდა, რომ რამდენიმე თვეში მოიხსნიდა უფლებამოსილებას და ქვეყანას გადაიყვანდა საპარლამენტო მმართველობაზე. დღეს, როდესაც მიდის უკადრისი მცდელობა სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების მგონი ადამიანების ბურჯანაძის გუნდად გამოცხადების, მე მინდა განვაცხადო. ჩვენ არ უჭერთ მხარს არც ერთ ახალ ბელადს. ჩვენ არ უჭერთ მხარს საპრეზიდენტო რესპუბლიკას ამ ქვეყანაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოსტი ლიდერის გარეშე გამოხვალთ ახლა აქციებზე. იცით რა, მე არ მგონია, რომ ჩვენ აფრიკის ტომი ვართ და ბელადი გვჭირდება. მე მგონია, რომ ქართველი ერი არის დიდი ისტორიის მქონე ერი და ამ ერმა პირველი რესპუბლიკა რომ შექმნა, საპარლამენტო წყობა აირჩია მოწყობის ფორმად და ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი ხელმოწერილი დოკუმენტებისა, ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი წინაპრების ტრადიციისა და ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ საქართველოსთვის პრეზიდენტის გარეშე, საქართველოსთვის ავტორიტარული ლიდერის და ტირანის გარეშე. ეს არის ჩვენი ამოცანა. და ამას მივიყვანთ აუცილებლად ბოლომდე. მე მინდა ყველას მოუწოდო 9 აპრილს დავდგეთ ერთად. 9 აპრილი ეს არის თავდადების დღე, როდესაც ბევრმა დადო თავი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და დღეს ჩვენ ასევე გვჭირდება თავდადება.
ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ კობა დავითაშვილი. დაგველოდეთ რამდენიმე წუთში კვლავ დაბრუნდებით ეთერში და პირველი თემის შეკითხვებს ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი კახა შარტავა უპასუხებს. კვლავ პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ ეროვნული ფორუმის წევრი კახა შარტავა. საღამოშვიდობის ბატონო კახა. ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც 9 აპრილს აქციისთვის ემზადებიან, მათ დოკუმენტზე ხელმოწერაზე თქვენ ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებმა დღეს უარი განაცხადეთ. რატომ ფიქრობთ, რომ ოპოზიციას არ აქვს კონკრეტული გეგმა და არის მოუმზადებელი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ჩვენ არ ვფიქრობთ, ჩვენ ეს გეგმა არ გვინახავს. შევთავაზეთ ჩვენი ვარიანტი, რა შეიძლება საზოგადოებამ გააკეთოს იმისათვის, რომ საკუთარი ბედის გადაწყვეტაში უფრო ეფექტიანი როლი ითამაშოს, საკუთარ თავზე აიღოს ქვეყნის ბედის გადაწყვეტის სადავეები, მაგრამ თანამედროვე დროს ვთხოვეთ, იქნებ უკეთესი ვარიანტი შემოგთავაზოთ, რომ ამის მაგივრად მივიღეთ თარიღი. თუმცა მისასალმებელია ის, რომ ოპოზიციურ პარტიათა რაღაცა ნაწილი საბოლოოდ შეთანხმდა იმაზე, რომ სააკაშვილის პირობებში ჩატარებულ არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, შეთანხმდა იმაზე, რომ ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი გადასაჭრელი ამოცანა არის ამ ხელისუფლების სააკაშვილის და მისი გარემოცვის ჩამოცილება ძალაუფლებიდან, მაგრამ დღეს 26 თებერვალს თუ უკვე 27 დადგა გამოუცხადო შენ ადამიანებს 9-ში მოდით და დადექით, ისე რომ არ იცი რა ხდება 9-მდე, არ შეგითავაზებია, თუნდაც სქემა და არა დეტალები, არ იცი რა ხდება 9-ში, არ იცი რა ხდება 10-ში, 11-ში, 12-ში და ასე შემდეგ. არასერიოზულად მიგვაჩნია მინიმუმ და ვფიქრობთ, რომ ის დრო, რაც დაიხარჯა თარიღების შეთანხმებაში და ურთიერთობების გარკვევაში, უნდა დათმობოდა სწორედ ამაზე ფიქრს, ამის შემუშავებას და ამის შეთავაზებას საზოგადოებისთვის და ამ შემთხვევაში 9 აპრილზე გაცილებით ადრე იყო შესაძლებელი იმ სანუკვარი მიზნის მიღწევა, რომელზეც ლაპარაკობს ოპოზიცია. და ამაში საზოგადოების მაქსიმალური აქტიურობისა და პოლიტიკური გააქტიურების გარეშე ძალიან ძნელი იქნება შედეგის მიღწევა, მით უმეტეს თუ ზოგიერთი რეფერენდუმზე ლაპარაკობს, ზოგიერთი თარიღზე, მაგრამ მუშაობაში როცა ჩაერთვებიან, მაინც იმ სტანდარტული სქემით მოუწევთ სიარული ადამიანებთან ურთიერთობა, მათი ორგანიზება და აქამდე მივალთ ისევ, მაგრამ დრო არის დაკარგული უბრალოდ. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოახერხა ოპოზიციამ აქამდე გააქტიურებულიყო ჩვენი გადაცემის წინა სტუმართანაც გავიხსენეთ 2008 წლის 7 ნოემბერს გამოქვეყნებული გეგმა, რომ გაზაფხულამდე ოპოზიციას უნდა მიეღწია ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის. რა გახდა იმის მიზეზი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ ოპოზიციამ აქამდე ვერ შეძლო გააქტიურება? თუ არ გამოკეთებ ძირითად პრინციპს, რისთვის იბრძვი, რატომ იბრძვი, როგორ იბრძვი და ეს რაღაც პრინციპთან არ არის დაკავშირებული, მაშინ იწყება პოლიტიკურ კონიუნქტურაზე აწყობა, საზოგადოებრივი დაკვეთის ხელოვნურად მოფიქრება და მოგონება, რა შეიძლება იყოს საზოგადოებრივი დაკვეთა. შემდეგ იწყება დაგსაქსვა, ამას მოყვება არ ორგანიზებულობა, ამას მოყვება დაბნეულობა, რომელიც პრინციპში შეიძლება გამოიყენო იმისათვის, რომ ფიქრი დაიწყოს საზოგადოებამ და ესეც შეიძლება პოზიტიურად აქციო, მაგრამ პრინციპზე თუ არა ხარ შეთანხმებული, წარმოუდგენელი არ აქვს რაღაც ისეთი, რის გულისთვისაც ბოლომდე იბრძოლებ და მზად ხარ ამისთვის თეორიულად მაინც თავიც გადადო, მაშინ მივდივართ აი ამ შედეგამდე, რომ არ გამოდის, ვერ გაკეთა, რატომ არ მოხდა და ვრჩებით ისევ შეკითხვების ამარა და პასუხი არავის არ აქვს და ეს პასუხი რო იპოვო, ადამიანებთან უნდა მიხვიდეს სალაპარაკოდ, პრესკონფერენციების რეჟიმიდან უნდა გამოვიდეთ, სურვილების დეკლარირების რეჟიმიდან უნდა გამოვიდეთ და გავიდეთ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ ადამიანებს, მათ შორის რეგიონებში, სადაც ამობენ, რომ ყველაზე მეტი შიში და გაჭირვებაა და გავნაწილდეთ ამ რეგიონებში, გავნაწილებულიყავით. ჩავსულიყავით იქ და დაგვეწყო იმის ორგანიზება, რის შედეგზეც ვლაპარაკობ წინასწარ და ორგანიზების ეს პროცესი თარიღსაც მოგცემდა, გაცილებით მოკლეს და არა 2 თვიანს და 3 თვიანს, რომლის განმავლობაში შენ საშუალებას აძლევ ხელისუფლებას, თავის მოედანზე გადაიტანოს ბურთი, აქეთ შემოგიგდოს ახალი ხრიკები, ახალი ვარიანტები შემოგთავაზოს და ბოდიშვილთი გაგჭედოს. ეს სამუშაო იყო, ჩემი აზრით, ჩვენი აზრით ჩასატარებელი. ხომ არ იქნება ეს შეცდომა ოპოზიციისთვის საბედისწერო? საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ ყველა რესურსი, რომელმაც შეიძლება ნდობის ოდნავ ხარისხამდე მაინც მიგიყვანოს მოქალაქესთან ამოწურული აღმოჩნდა. და ამისათვის ისეთი განსხვავებული მაგალითი უნდა აჩვენო მოქმედებისა, ურთიერთობისა, სიტყვა პასუხისა, რომ აი ეს ნაპრალი არ გაჩნდეს, რომელსაც ვერ ამოავსებ და ამოავსებს ამას ისევ შემდეგ
ფული, მოტყუება, სიყალბე, ხომ არ გაჩნდა ეს ნაპრალი უკვე ბატონ კახავ საუბრობდი ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრებთანაც იმაზე რა ნდობა აქვს დღეს საზოგადოებას ოპოზიციის მხრიდან და რა მოლოდინი ის რომ შარშანდელი მოვლენების და შარშანდელი გამოსვლების შემდეგ ვერ შეძლო ოპოზიციამ თავისი მიზნის მიღწევა ამ ფაქტმაც გამოიწვია მათ მხარდამჭერებს შორის იმედგაცრუება ნდობის ქონა არ ქონაზე აპელირება ყოველთვის არის შეცდომა და დამღუპელი ნდობა უნდა მოიპოვო ყოველდღიურად ყოველ დღე ყოველ თვე ყოველ წუთას ყოველ წამს და მას ჭირდება მუშაობა და უშუალო კონტაქტი. გაუცხოება არ უნდა მოხდეს. უცხო არ უნდა აღმოჩნდეს იმ ადამიანისთვის, ვისაც ეუბნები, რომ მისი გულისთვის აკეთებ თითქოს რაღაცას. და მას ჭირდება კონტაქტი და მისი ჩართვა ამ საქმეში. და ეს ჩართვას ვერ გავექცევით. რეფერენდუმის იდეა ჩაიშლება და მაინც გვეუბნებიან, თუ ჩაიშლება ჩვენ გავალთ დავიწყებთ ლაპარაკს ხელმოწერების მოგროვებას. ანუ ეს სამუშაო ჩასატარებელია. 9 აპრილი გვინდა რომ შედგეს ამბობს ის ვინც ამას ხელი მოაწერა და ამისთვის უნდა გავიდე ვილაპარაკო შევხვდე. მარტო სატელევიზიო პიარით და ადამიანების ერთ ადგილას თავმოყრით ეს საქმე არ გაკეთდება, იმიტომ რომ დანარჩენ საქართველოს რომელსაც არ შეეხება პლაცდარმად უტოვებ ხელისუფლებას და ამ პლაცდარმიდან დაგარტყამს. ხომ არ გააღვივებს უფრო უნდობლობას საზოგადოებაში ის ფაქტი რომ ოპოზიცია დგას სხვადასხვა პოზიციაზე. უნდობლობას არა, დაბნეულობა უნდა შექმნას. იმიტომ რომ დაბნეულობას ხანდახან მოაქვს როგორც მოგახსენეთ თავის პოზიტივი. გინდა არ გინდა თუ თვითგადარჩენის პრობლემა გიდგას და დაიბენე ფიქრს იწყებ. და ეს ფიქრი ის არის სუსტად რომელიც ძალიან გვჭირდება ჩვენ. მხოლოდ ემოციური მუხტი, ტალღა, უკმაყოფილება, სააკაშვილისადმი და მისი გარემოცისადმი სიძულვილი არ იძლევა იმ აღშენებლობით ენერგიას, რომელმაც შეიძლება სახელმწიფომდე მიგვიყვანოს. ფიქრი უნდა დავიწყოთ. რატომ როგორ რისთვის რანაირად ეს თარიღამდეც მიგიყვანს ისეთ თარიღამდე რომელიც სულ 24 საათით დაგაშორებს მიზნის მიღწევას და ამ 24 საათში თუ ხელში გიჭირავს კონტროლი ქვეყანაში და მაშინვე იწყებ ამოქმედებას იმ პროცესებისა რომლებიც უკვე დაგეგმილი გაქვს და მომზადებული გაქვს და არავითარი გამოსავალი არ რჩება ხელისუფლებას ან იმ ულტიმატუმს პასუხობს ასაც თავაზობ ან უბრალოდ როგორც ბუტაფორია ისე ქრება ასეთი პროცესი არის ამ შემთხვევაში ასამოქმედებელი და თუ ამას აკეთებ უხილავ გარს დამცველ გარსაც უკეთებს ქვეყანას გარეშე საფრთხისაგან იმიტომ რომ თუ ხედავს გარეშემდე რომ ისეთი დაბნეული აღარ ახარ როგორიც იყავი დაჩაგრული მათხოვარი შეშინებული და იკრებ ძალას ბოლოს და ბოლოს ცოტა ხანს მაინც გაცლის იძულებული ხდება გაცალოს და თან იმ აქცენტს თუ აძლევ ამ სამოქალაქო მოძრაობას რომ ტრის შემოსვლის შემთხვევაში ავდგები და პარტიზანულ ბრძოლად გადავაქცევ ამას ტრის წინააღმდეგ ცოტა მეტად დაფიქრდება ისე ადვილად გეთამაშოს როგორც აქამდე გეთამაშებოდა ამ ხელისუფლებასთან ერთად თუ არა ბატონ კახა თქვენს იდეას რაც შეეხება და თქვენს გეგმებს რომელიც ეროვნულმა ფორუმმა წარმოადგინა იანვარში ოპოზიციის სამპუნქტიანი დეკლარაციის ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილია რომ თქვენ ამ დეკლარაციას არ შეუერთდით და წარმოადგინეთ თქვენი გეგმა რომ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მისაღწევად უნდა შეიქმნას სამოქალაქო კომიტეტები და მხოლოდ ამის შემდეგ წაუყენოთ პრეზიდენტს გადადგომის ულტიმატუმი თქვენი გეგმა თქვენ შესთავაზეთ ოპოზიციურ ძალებს და არ მოხდა მის გაზიარება რა თქმა უნდა ამაზე ჩვენ გქონდა საუბარი არა მარტო ახლა თვეების წინ მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ ფიასკოთი დასრულდა საპარლამენტო არჩევნები და ეს პრინციპში მოსალოდნელიც იყო ვისაუბრეთ რა ვქნათ როგორ გავაკეთოთ ეს პროცესია დასაწყები მოქალაქეთა შეგნებული აქტიურობის პროცესია დასაწყები ორგანიზებული პროფილების მიხედვით ფუნქცია გადანაწილებული სტრუქტურირებული რომელმაც შეიძლება სხვა ოპოზიციურ ძალებს როდესაც არ გაიზიარებს თქვენი შემოთავაზება იმ პერიოდში არ გამზიარებელი ასეთი მოსაზრებისა მე არ შემხვედრია თუ იყო ვინმე ასეთი გამოვა და თვითონ იტყვის არ შემხვედრია დღეს რა მოხდა რამ განაპირობა ის რომ გეგმაზე სქემაზე სამუშაო პროცედურებზე საუბრის მაგივრად ვიწყებთ ბოლოდან ანუ თარიღიდან ვიწყებთ ისეთი თემის ხელისუფლებისთვის ხელში მიგდებიდან რასაც რეფერენდუმი ქვია არ ვიცი ვერ გეტყვით ეს მათ უნდა კითხოთ ჩვენ ყოველ შემთხვევაში რაც შევატყობინეთ საზოგადოებას ორთებელს რომ დაწყებული გვაქვს ამ გზით ვაგრძელებთ მუშაობას და აქ არის არა მარტო სამოქალაქო კომიტეტები, რომლებიც მოქალაქეთა პოლიტიკურ აქტიურობას და სახელმწიფო მართვაში უფრო სრულფასოვანი მონაწილეობის მიღებას უწყობს ხელს, არამედ სხვადასხვა ტიპის ფორუმებიც მუშაობს. ეკონომიკური ფორუმები, ახალგაზრდული ფორუმები, სამეცნიერო ფორუმები, რომელმაც ის გზებიც უნდა იპოვოს. მე რა ხდება, შეკითხვებს რო გვისვამენ სულ ბიზნესმენთა ფორუმები, უმუშევართა ფორუმები და ასე შემდეგ. მე რა ვშვებით, რატომ ვიშორებთ ამას, მე რა იქნება. ამ შეკითხვაზე პასუხი, თუ მოქალაქე მზად არის სხვანაირად იცხოვროს, თვითონ უნდა გასცეს და თუ გასცა, ეს იქნება პრევენცია იმის წინააღმდეგაც, რაზეც ხშირად არის ლაპარაკი. და ხვალ რომ მეორე მიშა იყოს, მეორე ასეთი ხელისუფლება მოვიდეს,
თუ ამ პროცესში ჩაერთო მოქალაქე და გამარჯვების გემო იგემა, არც ერთ სხვა მსგავს უზურპატორს აღარ მიცემს, ვეღარ მიცემს უფლებას და საშუალებას იმისას, რომ ასე მოეპყრას მას. ამის მიღწევას რამდენად შეძლებს ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებას ეცოდინება. ამის მიღწევას რადგან თქვენ საუბრობთ? ეს ადამიანები ამას არ მაპატიებენ. რამდენად შეძლებს ამის მიღწევას ეროვნული ფორუმი მარტო თუ თქვენ არ იზიარებთ არც რეფერენდუმის და არც 9 აპრილის აქციის გამარჯვების ხანდახან შეიძლება გადამწყვეტ ბრძოლაში ისეთი რამისთვის ბრძოლაში, რაც ჩვენთვის წვიდაა და ძვირფასია, მარტო დარჩე და მარტო უნდა იბრძოლო. შეიძლება არ შეძლებ უყვარს არ უყვარს გვირილობანას თამაშს ამ შემთხვევაში არ ვაპირებთ. იმიტომ რომ ქვეყანა გვექცევა თავზე. ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არსებულ ძალებთან პარტნიორს. ურთიერთ სიმპათიით ან დეკლარირებით ან სურვილებით, განწყობებით შეთანხმებას არავისთან არ ვაპირებთ. საქმე კონკრეტული აჩვენებს, სად ვისთან გადავიკვეთებით რეალური ქმედებით და აუცილებლობას გამოიწვევს ეს ქმედებათა გადაკვეთა, ვექტორების გადაკვეთა, კოორდინირებას. დეკლარირება მიზნისა, დეკლარირება ამოცანისა, დეკლარირება სურვილისა თავისთავად აღარ იძლევა ჩვენთვის იმის წინაპირობას, რომ ვინმესთან ერთად დავდგეთ. დაიწყოს თავის სამუშაო, ვინც ფიქრობს, რომ რაღაც გასაკეთებელია და თუ აღმოჩნდით სადღაც ერთად, იქ თავისთავად დაისმება აუცილებლობა იმისა, რომ კოორდინირება მოხდეს, ხელი არ შეუშალოთ, ან არ გააფუჭოს საქმე. მაგრამ იქამდე უნდა მივიდეთ, ქმედებით უნდა დაიწყოს ამ შემთხვევაში და არა სურვილების დეკლარირებითა და სიტყვით, თუმცა სიტყვას ზოგჯერ გაცილებით მეტი ძალა აქვს ვიდრე საქმეს, მაგრამ ეს სწორი სიტყვა უნდა იპოვო გულამდე და გონებამდე მისასვლელი და მე ასე მინდა, მე ასე ვფიქრობ, მე წყალგამყოფს ვინმეს ვთავაზობ, ეს არ არის ის სიტყვა, რომელიც წყალგამყოფებს მოშლის ქვეყანაში. რა ენერგიაც იხარჯება წყალგამყოფების გატარებაში, ის რომ დაგვეხარჯა წყალგამყოფების მოშლაში ის ენერგია, გაცილებით უკეთეს დღეში ვიქნებოდა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ კახა, ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ. კახა შარტავა. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას პოლიტიკური არხი, მეორე არხის ბაზაზე განახლებული მეორე არხი მაყურებელს მთელი პოლიტიკური სპექტრის საქმიანობის ობიექტური სურათის ჩვენებას პირდება. როგორ და რა ფორმით განხორციელდება რეორგანიზაცია. დაგველოდეთ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. პირველი თემა პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მერი ოჰეგანი, მეორე არხის გენერალური პროდიუსერი დოდო შონავა, საღამომშვიდობის ქალბატონობა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მოგვიანებით პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება დეპუტატი უმრავლესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი. ქალბატონ დოდო, თქვენგან დავიწყებ. არხის წარმომადგენლები, მეორე არხის ხელმძღვანელობა, როგორც ცნობილია, კარგი ხანია მუშაობს ამ პროექტზე, რადგანაც იდეა პირველად გაჟღერდა რამდენიმე თვის წინ. როგორი უნდა იყოს პირველი არხი ამ იდეის მიხედვით? ანუ მეორე არხი. მეორე არხი მოგეცემთ. დიახ, იცით ეს იდეა რამდენიმე თვის წინ არ გაჟღერებულა, ეს იდეა 3 წლის წინ წარმოიშვა და მე მაშინ ვიყავი ზუსტად მეორე არხის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი და დავიწყე ამ კონცეფციაზე მუშაობა. ნუ მოხდა ისე, რომ მე დავტოვე საერთოდ ეს არხი და 2 კვირის წინ კვლავ დავბრუნდი. დავბრუნდი და ნუ აღმოჩნდა რომ იდეა ამ მეორე არხის პოლიტიკურ არხად გარდაქმნისა კვლავ ძალაშია და რა თქმა უნდა ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რადგანაც რა თქმა უნდა 3 წლის წინ დაწერილი კონცეფცია მოითხოვს რაღაც ცვლილებებს, მაგრამ ის რომ საქართველოში კიდევ ერთი ტელერესურსი ამოქმედდება და ეს იქნება კომპეტენტური პოლიტიკური არხი, ალბათ ყველასათვის უნდა იყოს სასიამოვნო, რადგანაც მე ვფიქრობ რომ ასეთი არხის არსებობა ძალიან წაადგება ჩვენი საზოგადოების ინფორმირების ხარისხის ამაღლებას, პოლიტიკური კულტურის ამაღლებას და ხელშეუწყობს ალბათ მოსახლეობის პოლიტიზირების ასე ვთქვათ, ხარისხის დაბლადაწევას, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ეს პოლიტიზირება სწორედ ზედაპირულ ინფორმირებულობაზე არის დაყრდნილი. სწორედ ამ მიზნისათვის როგორი უნდა იყოს ამ არხის მაუწყებლობა? იცით რა, საერთოდ, როდესაც ამ არხის კონცეფციაზე დავიწყეთ მუშაობა, რა თქმა უნდა, მივმართეთ იმ უცხოურ გამოცდილებას, რომელიც არსებობს მსოფლიოში და საკმაოდ წარმატებულია ეს გამოცდილება. ეს არის CSPN-ი, ამერიკული არხი, არის ბრიტანული BBC პარლამენტი და ასევე გერმანული ფენიქსი. ეს ის არხებია, რომლებიც პირდაპირ ეთერის რეჟიმში მუშაობენ და საჯარო პოლიტიკას სწორედ პირდაპირ ეთერის რეჟიმში წარუდგენენ მაყურებელს, მოქალაქეებს და ერთის მხრივ ეს ხელს უწყობს სწორედ მოქალაქეების პირდაპირ ჩართულობას იმ მოვლენებში, რომლებიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის, როგორც პოლიტიკური, ასე საზოგადოებრივი ნიშნით და მეორეს მხრივ თვითონ ეს მოქალაქე ხდება არა მხოლოდ მომხმარებელი ამ ინფორმაციის, არამედ შემფასებელი.
ასე რომ იქ მიკერძოვებაზე საუბარი ალბათ ზედმეტია. აქედან გამომდინარე ეს არხი იქნება პირდაპირი, ასე ვთქვათ, ტრანსლირების არხი ერთის მხრივ და ალბათ საპარლამენტო აქცენტით, თუმცა დაგეგმილია რომ იყოს სამთავრობო საათებით, სადაც ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები პირდაპირ ეთერში მოსახლეობისთვის საინტერესო შეკითხვები და რა თქმა უნდა იქნება პოლიტიკური გადაცემები, იქნება სამომავლო ბადეში მოაზრებულია როგორც პოლიტიკური დებატები, ასევე ერთგვარი ზოლი ოპოზიციური პარტიებისათვის, სწორედ ჩვენ მომავალ კვირას აი NDS-თან ერთად ვაპირებთ მოსახლეობასთან შეხვედრას, რადგან გავიგოთ, როგორი მოლოდინები და მოთხოვნები აქვს ასეთი ტიპის არხისადმი და ასევე ოპოზიციურ სპექტრთან, რომ შევთანხმდეთ იმ ფორმატზე, რა ფორმატითაც ოპოზიციური, ასე ვთქვათ, ყველა პარტია იქნება გაერთიანება თუ ძალა წარმოადგენს თავის მოსაზრებებს ასევე პირდაპირ ეთერის რეჟიმში. იქნება პოლიტიკური პორტრეტები და იქნება პოლიტიკური სერიალები, საერთოდ ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, მექანიკური კინოპროდუქცია არსებობს მსოფლიოში სწორედ იმისათვის, რომ ჩვენ გავიგოთ, როგორია საერთოდ იდეოლოგიების ისტორია, როგორია იმ პოლიტიკური მოვლენების, ასე ვთქვათ, არსი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო პოლიტიკა, ასევე გავიგოთ, რა ხდება მსოფლიოში დღეს, გავიზიაროთ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილება და ასევე ქართველი პოლიტიკოსების შესახებ გვინდა რომ ჩვენი ეროვნული პროდუქცია შეიქმნას. დიდი მადლობა ქალბატონო. NDI ამ პროექტში არის ჩართული. უპირველესად ის მინდა გკითხოთ, როგორ აფასებთ თქვენ ამ იდეას, რომ საქართველოში შეიქმნას მსგავსი ფორმატის არხი? I think it's a very exciting opportunity. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საჭიროა იმისთვის რომ გავზარდოთ მასმედიის სივრცე და ეს იქნებოდა ძალიან ღირებული შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური მოქმედებებისთვის ჩვენ მხარს უჭერთ მაუწყებელს საპარლამენტო კომიტეტს იმისთვის რომ მოხდეს გასვლა საქართველოს მოსახლეობამდე მიღწევა მანამდე იმისთვის რომ გავიგოთ რას ელოდება საზოგადოება როგორ ფიქრობს რა უნდა გააშუქოს ამ არხმა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი სანამ გავიგებდეთ რა მოლოდინი აქვს საზოგადოებას, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს საზოგადოებისათვის? ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ და ქალბატონო დოდომაც აღნიშნა, რომ საზოგადოება დღეს არის ძალიან პოლიტიზირებული საქართველოში. Well, yes, and I hope that people will be excited about ძალიან ენთუზიაზმით იარსება საზოგადოებაში, იქნება პოლიტიკური დისკუსიების საშუალებები. ბრიტანეთში ჩვენ საპარლამენტო არხი, რომელსაც ნორმალური ადამიანი 24 საათს არ უყურებს და ასევე ნორმალური ადამიანი საქართველოშიც არ იქნება მიმჯდარი 24 საათი ამ მეორე არხის საყურებლად. ჩვენ უნდა მოვახდინოთ გაშუქება პოლიტიკური მოვლენებისა, რითიც შევქმნით პოლიტიკური ნდობა საზოგადოებაში. დიდი მადლობა. ჩვენ გვაქვს პირდაპირ ჩართვა პარლამენტიდან დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს აღამშვიდობის. მოგესალმებით ნათია, მივესალმებით თქვენს სტუმრებს, ჩვენს მაყურებლებს. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. როგორ არის პარლამენტი ჩართული ამ იდეის განხორციელებაში, რამდენად ცნობილია, უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი და თქვენც მუშაობთ ამ მიმართულებით? დიახ, ეს ასეა, ინიციატივა გახლავთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი ინიციატივა და ეს ალბათ გასაკვირიც არ არის, რამდენადაც სწორედ ახალი პოლიტიკური არხი მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკური პროცესების გაშუქებას. ამ თვალსაზრისით უკვე ნოემბრიდან თანამშრომლობთ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, საქართველოს პარლამენტში არა მხოლოდ მე ვარ ჩართული ამ საკითხზე მუშაობაში, ეს გახლავთ საპარლამენტო ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი ინიციატივა, სადაც ქალბატონი მაგდა ანიკაშვილი წარმოადგენს ოპოზიციის პოზიციას და ჩვენ ამ საკითხზე ერთად თანამშრომლობთ. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალ პოლიტიკურ არხზე მსჯელობის დაწყება დღეს, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით დემოკრატიის მეორე ტალღის ფარგლებში. უკვე შევახსენებთ ჩვენს მაყურებელს, რომ ამ თვალსაზრისით წინ გადაიდგა ძალიან ბევრი ნაბიჯი, მაგალითად ეს გახლავთ ოპოზიციის უფლებების გაზრდა პარლამენტში, ეს გახლავთ ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის პროექტიც ასევე იქნება
უახლოეს პერიოდში განხილული ეს გახლავთ მთელი რიგი ცვლილებები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და სწორედ მე ვფიქრობ ახალი საპარლამენტო არხის კონცეფცია ჯდება სრულად ამ ახალი მიმართულების ფარგლებში. მაგრამ რამდენადაც აღიქვამს ალბათ საზოგადოებას არ იქნება მხოლოდ საპარლამენტო არხი. ქალბატონ დოდოს ვკითხავ, ეს ალბათ პოლიტიკურ პარტიებზე, მხოლოდ პარლამენტში წარმოდგენილ ძალებზე ალბათ არ იქნება. არა, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება. საეთერო დროის დიდი ნაწილი დაეთმობა, რა თქმა უნდა, საპარლამენტო სხდომების ტრანსლირებას და ბადეც იქნება დაუშვათ ორგვარი, ერთი რომელიც იქნება გათვლილი სწორედ საპარლამენტო სესიების, ასე ვთქვათ, სეზონზე და მეორე ბადე იქნება გათვლილი არასაპარლამენტო სესიების, ასე ვთქვათ, სეზონზე, მაგრამ რა თქმა უნდა, საუბარი ამ არხზე იქნება საერთოდ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ იქნება პოლიტიკური დისკუსია და ეთერში გადაიცემა არა მხოლოდ სხდომები საპარლამენტო, არამედ მნიშვნელოვანი საკომიტეტო მოსმენებიც და შემდეგ ალბათ საღამოს ეთერში კარგი იქნება თუ იქნება დებატები იმ კანონებზე, რომელიც მიიღება პარლამენტის მიერ. გარდა ამისა, სამთავრობო და გარდა ყოველივე იმისა, რაც საპარლამენტო ცხოვრების, ასე ვთქვათ, პოპულარიზაცია შეეხება და მაყურებლისადმი კარგად მიტანას თუ რა კანონები მიიღეს მათთვის პარლამენტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთქვით, რომ პოლიტიკური სპექტრი იქნება სრულად წარმოდგენილი და ოპოზიციური არასაპარლამენტო პარტიებიც, რა თქმა უნდა. საინტერესოა, ქალბატონ ჩიურა, რამდენად იქნება სამუშაო პროცესში ჩართული არასაპარლამენტო ოპოზიცია? ძალიან დიდი მადლობა. მათ გარკვეული პრეტენზიებიც აქვთ ამ პროცესთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის. ვფიქრობ, ნოემბერში, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბატონმა დავით ბაქრაძემ გააჟღერა ამ ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გაკეთდა სწორედ ამ არხის ფარგლებში არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის შესაძლებლობის მიცემაზე პირდაპირ ეთერის რეჟიმით მიემართათ თავიანთი ამომრჩევლისათვის. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება, რომ მნიშვნელოვანი იქნება ამ არხზე გარკვეული დრო დაეთმოს არასაპარლამენტო ოპოზიციას. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იმედი გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობით მიაღწევს შეთანხმებას იმაზე, თუ კონკრეტულად რა ფორმატით უნდა მოხდეს ასეთი მათი პირდაპირ ერთერის უზრუნველყოფა. ჩვენი მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებიც ჩართული ვართ ამ პროცესში, მზადა ვართ მივიღოთ ნებისმიერი ინიციატივა და გავაჟღეროთ ისინი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე. ვფიქრობ, რომ ეს იქნება მაქსიმალურად ღია პროცესი იმისათვის, რომ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, არამც თუ რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენელს, არამედ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ამ არხის ჩამოყალიბების პროცესში მიიღოს უშუალო მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ თუ შეიძლება ბოლო კითხვა, რა ტიპის საკანონმდებლო ცვლილებების გატარება იქნება საჭირო ესეთ რომ განმარტოთ? მოგახსენებთ, მოცემულ ეტაპზე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს სამეურვეო საბჭოს მეშვეობით აქვს უფლება თავად განსაზღვროს შესაბამისი პრიორიტეტები და განსაზღვროს პროგრამული მიმართულებები არხისა. საქართველოს პარლამენტი მზად არის იმუშაოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც ხელშეუწყობს ახალი საპარლამენტო არხის ჩამოყალიბებას, თუ კი ასეთი ცვლილებები იქნება საჭირო, ჩვენ მზად ვართ ამაზე ვიმუშაოთ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად მიმაჩნია თვითონ ის პროცესი, რომლის შედეგი და დაგვირგვინება იქნება სწორედ საპარლამენტო არხის მუშაობის დაწყება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის, საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია გარკვეული ტექნიკური პრობლემატიკაც იმისათვის, რომ განახორციელოს ეს პროექტი. საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ყველანაირ ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ეს პრობლემები მაქსიმალურად მოკლე ვადაში იქნეს გადაჭრილი და საპარლამენტო არხმა დაიწყოს მუშაობა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში ჩვენ შეკითხვებს შეურა თაქთაქიშვილი პასუხობდა. ქალბატონ ოხგან, რამდენად ცნობილია, ერთ-ერთი დონორი ამ პროექტისა არის NDI, იქნება თუ არა ეს ფინანსური დახმარებაც?
Well, our particular support is to help განსაკუთრებულ მნიშვნელოვანია მოვაწყოთ საჯარო შეხვედრები, რომ საზოგადოების წევრებმა გამოთქვან თავიანთი პოზიცია, რა ჭირდებათ, რას ელოდებიან ბათუმში. ვაპირებთ ამ შეხვედრებს სამშაბათ ზუგდიდში, შემდეგ ქუთაისში და მე ვფიქრობ, რომ მაყურებლები გამოთქვამენ თავიანთ ინტერესს და დაესწრებიან ამ შეხვედრებს, მაგრამ რაც შეეხება შემოწირულობებს და ხარდაჭერას, ფინანსურ ხარდაჭერას, ეს იქნება ტექნიკური აღჭურვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ფიქრობს, როგორი შესწორები შეიტანოს ბიუჯეტში იმისთვის, რომ აი ამისთვის იყოს ამ არქივისთვის იყოს გამოყოფილი შესაბამისი აღჭურვილობა. საქართველოში პოლიტიკური სპექტრი არის საკმაოდ მრავალფეროვანი და მათ შორის დაპირისპირების მომსწრეინს არაერთხელ გამხდარვართ. რას ფიქრობთ, პლურალისტური და დემოკრატიული გარემოს შექმნას ამ ტიპის არხის არსებობა ქვეყანაში რამდენად შეუწყობს ხელს? Well, I think one of the things that live broadcast can engender is trust. So if you have as you say, a very colourful political scene at times, another polarised political scene, to be able to provide polarized და აი პირდაპირი ტრანსლაცია ალბათ გამარტივებს მოსახლეობისათვის და გააძლიერებს იმ წმენას, რომ ისინი სრულად ინფორმირებულები არიან, ის რომ პოლიტიკოსებს ექნება საშუალება გამოთქვან თავიანთი აზრი და ჩემი აზრით ეს სერიოზულ წვლილს შეიტანს დობის ფაქტორის ჩამოყალიბებაში და თუ ეს ესე მოხდა, ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი რეფორმა საქართველოში. კაპიტან დოდო, ბოლო შეკითხვა. Deputatმა ჩვენთან საუბრისას ახსენა, რომ მეორე არხს აქვს თავის ტექნიკური ბაზა, მაგრამ ცნობილია, რომ მეორე არხის ტექნიკური ბაზა არის საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. ამ პროექტის განხორციელებას რა უფრო აფერხებს ამ ეტაპზე ის, რომ ფორმატი უნდა შემუშავდეს, როგორი იქნება არხი, როგორ მოხდება მისი მაუწყებლობა თუ ფინანსური და ტექნიკური პრობლემები. შეიძლება ითქვას, რომ ფორმატის შემუშავება არ არის რთული, იგი თითქმის შემუშავებულია, რადგანაც როდესაც მე მოვედი, რა თქმა უნდა, უკვე იყო მოსაზრებები და ეს მოსაზრებები ნამდვილად ემთხვევა იმ გამოცდილებას, რომელიც არის უცხოეთში. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, შემაფერხებელი ეს არის ტექნიკური ბაზა, ეს არის ფინანსები, რომელიც მოსაძიებელია და განსაკუთრებით აღსანიშნავია მოცვის არეალი. იცით რა, ამ არხს ძალიან ცუდი მოცვა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს მაყურებელი, რომელიც ახლა თქვენს გადაცემას უყურებს, ხშირ შემთხვევაში თბილისშიც ვერ უყურებს მეორე არხის გადაცემას კარგი, ასე ვთქვათ, სურათით და კარგი მიღებით. ასე რომ გასაკეთებელია ძალიან ბევრი და პირველ რიგში ალბათ გადამცემების პრობლემაა მოსაგვარებელი, არხს არა აქვს ელემენტარული სტუდია, საეთერო აპარატურა, დღეს მოამბის მაყურებელმა ნახა ის მოძველებული მაგნიტოფონები, რომლითაც ეს არხი გადის ეთერში. ასე რომ რა თქმა უნდა, უპირველესი სიძნელე ეს არის ტექნიკური აღჭურვილობა, ეს არის ფინანსები, რაც შეეხება კონცეფციას, იგი თითქმის მზადაა. ერთადერთი, აი ჩვენ შევხვდებით მოსახლეობას, ჩვენ ჩამოვყალიბდებით ოპოზიციურ სპექტრთან, ფორმატთან დაკავშირებით და შეიძლება ითქვას, რომ კონცეფცია საუკეთესო შემთხვევაში რა ვადებში შეიძლება ეს დასრულდეს. მე ვფიქრობ, რომ 6 თვე თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტექნიკურად აღსაჭურვია და რაც მთავარია, გადამცემებია, ასე ვთქვათ, დასამონტაჟებელი, ალბათ 6 თვეში ეს არხი ფინანსების, ასე ვთქვათ, მოზიდვის შემთხვევაში სრულყოფილად და სრული ბადით გავა ეთერში. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მერი ოჰეგანი და მეორე არხის გენერალური პროდიუსერი დოდო შანავა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ. პირველი თემა დღეს ამით დასრულებულია. მე სამშაბათამდე გემშვიდობებით. გმადლობთ ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.